საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. პრეზიდენტმა ისაუბრა სახელმწიფოსა და ხალხის ერთიანობის მნიშვნელობაზე 26 ოქტომბრის არჩევნებსა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებზე. ანა ბერძენიშვილი გაგვაცნობს ყოველწლიური მოხსენების მთავარ გზავნილებს. მეექვსე პრეზიდენტმა მოხსენების დროს დიდი დრო დაუთმო ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების საკითხს. მიხეილ ყაველაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ განსხვავებული შეხედულებებისა და აზრების მიუხედავად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი გაერთიანდეს და დაიცვას მთავარი ქვეყნის ღირებულებები. მიხეილ ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა ადამიანს შეეძლოს საკუთარი შეცდომების დანახვა და მათი აღიარება. ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენ ქართველები განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად წარმოუდგენელია ვიყოთ ერთმანეთის მტრები. ჩვენ გვაქვს ერთი ენა, ერთი კულტურა, ერთი ისტორია, ერთი სამშობლო, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება. ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი შეცდომის დანახვა და აღიარება, სიმართლისთვის თვალის გასწორება. ჩვენ განსხვავებულობის მიუხედავად მოგვიწევს გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება. ამიტომ უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და ერთმანეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაჯობოთ სიბრაზე საკუთარ თავში. მოვახერხოთ და მოუფრთხილდეთ ერთმანეთს. განსხვავებულობის მიუხედავად უნდა დავდგეთ ერთად და დავიცვათ ჩვენი ღირებულებები. ჩვენ ერთად დგომით შეგვიძლია საბოლოოდ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და დამოუკიდებელ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი ფარველი. დიდი მადლობა. მიხეილ ყაველაშვილმა პირობა დადო, რომ დაიცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რწმენასა და ტრადიციებს. მისი შეფასებით 26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნათელი დადასტურება იმისა, თუ სად დგას ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა აირჩია მშვიდობა და განვითარება, რითიც უარი უთხრა ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას. მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებითაც. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება სწორედ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე გადის. მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, დიდარი ისტორია, კულტურა, ქართველი ერის ღირსება და მტკიცე ხასიათი ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომელიც საქართველოს წინ ანთებული ლამპარივით მიუძღვის ამ რთულ და სახიფათო გზაზე. ჩვენი პატარა, თუმცა ამაყი ერი სწორედ ამ პრინციპების დაცვამ გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, თანაც ისე, რომ შეინარჩუნა საკუთარი ენა, დამწერლობა, კულტურა, სარწმუნოება, ადათ-წესები და იდენტობა. მაშინ, როდესაც საქართველოს დამპყრობელი არაერთი უძლიერესი ერი დაინგრა და განადგურდა. საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთსულოვანია და ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე. განსხვავებულობის მიუხედავად, ერთმანეთის გვერდში დგომით, მტკიცეთ იცავს საკუთარ სამშობლოს, როგორც ერთიან დიდ ოჯახს, რომელსაც საქართველო ჰქვია. სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნათელი დადასტურება იმისა, თუ სად დგას ქართველი ხალხი, რას იცავს და რას ნიშნავს მისთვის საქართველო. ამ დღეს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა და განვითარება, ტრადიციების, ღირებულებების, სარწმუნოების, ოჯახისა და ღირსების დაცვა. უარი უთხრა ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს იდენტობას და თვითყოფადობას. სურთ თუ არა, ქვეყნის შიგნით და გარეთ ყოფ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს მოუწევთ მიიღონ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი და პატივისცენ მას. ჩვენი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, არაერთხელ გახდა უსამართლო თავდასხმის სამიზნე. ჩვენს სახელმწიფოს მოუწია დანის პირზე სიარული, გაუძლო არაერთ ზეწოლას და იმოქმედა მტკიცედ, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვით, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა შესაძლებლობა შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და გადაგვერჩინა ქვეყანა უპირობო განადგურებისგან. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა. ჩვენი ქვეყნის
განადგურების საფრთხე. კვლავაც შებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც ძალღონეს არიშურებენ საქართველოს დესტაბილიზაციისთვის. საფრთხე კვლავაც მაღალი იქნება, სანამ არ დასრულდება ჩემი აზრით უკრაინაში ომი და კიდევ უფრო არ დასუსტებიან საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ომში ჩართვის, დესტაბილიზაციის და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა. ჩვენ შეიძლება ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი უწოდოთ, რომელიც სამწუხაროდ ჯერ არ დასრულებულა. ხაზგასაცმელია, რომ ქვეყნის გადარჩენაში მთავარი როლი სწორედ ქართველმა ხალხმა ითამაშა. ყველა კრიტიკულ მომენტში გვერდით გადადო ემოციები და განსაკუთრებული სიფრთხილით, სიბრძნითა და პატრიოტიზმით მიიღო გადაწყვეტილებები. გვერდში დაუდგა სახელმწიფოს და თავიდან აგვარიდა საქართველოს განადგურება. სწორედ ამიტომ ქართველი ხალხის ნება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ღირებულებები არის საქართველოს არაკეთილმოსურნეების მთავარი სამიზნე, რადგან იციან, რომ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამაზე დგას. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება და საბოლოოდ გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს. ამ პერიოდში ქართველმა ხალხმა რეალურად იგრძნო თუ რას ნიშნავს ქვეყანაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა. დარწმუნებული ვარ, წინ გველის უფრო დიდი აღმავლობის, გაძლიერების და გაერთიანების პერიოდი. იმისათვის, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწიოთ. კვლავ გვჭირდება სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ერთობა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განადგურებას უნდა გადაარჩინოს. თითოეული ჩვენგანი კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წარმატებები და კეთილდღეობის მაღალი დონე არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც განსაკუთრებით გვაახლოებს ჩვენ აფხაზ და ოს და-ძმებთან. ეს არის გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. ჯერა ჩვენ მალე შევძლებთ ერთად მოვიშუშოთ ომის იარები და გავაგრძელებთ ბედნიერ თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოში. დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ისტორიული როლის დაბრუნებით მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით საქართველოს პოზიციებს გაიუმჯობესებს. მისივე შეფასებით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს არაერთხელ გახდა უსამართლო თავდასხმების ობიექტი. მან ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკაზე. მისი შეფასებით დონალდ ტრამპის გზავნილებმა კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რომ საქართველოს სწორ პოლიტიკას ატარებს. ჩვენ ასევე უნდა მოვახერხოთ და სწორი მიდგომებით გავაძიეროთ საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიული როლი დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირების მიმართულებით. ისტორიული როლის დაბრუნებით შევძლებთ გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციები. ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ პოლიტიკა ნაკარნახევი უნდა იყოს ერთის მხრივ შესტომების გაანალიზებით, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი ერის მეხსიერებასა და ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს უსამართლო თავდასხმების სამიზნე ჩვენი არაერთი ევროპელი პარტნიორის მხრიდანაც გახდა. ორმაგი სტანდარტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ფაქტობრივად ყოველდღიურობად იქცა, სამწუხაროდ ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებსა და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას და გაძლიერებას ისახავს მიზნად. სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ დაიწყო ფსევდო-ლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში. მე ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებმა და მისმა გამოძახილმა მთელ მსოფლიოში კიდევ ერთხელ დაარწმუნა ქართველი ხალხი, თუ რამდენად სწორი პოლიტიკისა და ღირებულებებს ატარებს ჩვენი საქართველოს და სახელმწიფო. სამშვიდობო პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების უპირველესობა, კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ოჯახის სიძლიერე, ქრისტიანობის როლის გაძლიერება,
სწორედ ესაა ის ღირებულებები, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო ბოლო 10 წლეულის განმავლობაში და ნათელია, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მომავალი 4 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ღირებულებებისა და სოფლმხედველობის ასეთი თანხმედრა მაძლევს ღრმა წმენის საფუძველს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ მოვახერხებთ ურთიერთობების გადატვირთვასა და ნორმალიზებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების საკითხსაც გამოიხმაურა, მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა უწყებებთან, ამ შემთხვევაში კი მთავარი ბალანსი არის დაცული, რაც ჰუმანურობასა და უსაფრთხოებას შორის გადის. მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას საკუთარი ხედვა წარუდგინა ჯანსაღი ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით. ჩემთვის გაუგებარია გარკვეული ჯგუფების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი. არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს ეძლებათ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ საკუთარ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და მეგობრებს. ჩვენ შემჭიდროებულ ვადებში აქტიურად ვიმუშავეთ არაერთ უწყებასთან იმისათვის, რომ ადამიანებს მალე შეძლებოდათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. ჩვენი მთავარი პრინციპი, რომლითაც ვიხემძღვანელთ, იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის. მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ საკითხს და სწორედ ასე გაგრძელდება მომავალშიც. არავინ გაბედოს და არ ცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება. ცალსახაა, რომ ჰუმანური აქტი კარგია, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა ვიყოთ დანაშაულის პრევენციაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე იქნება ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ამ ყველაფერს მთლიანობაში პრევენციული ხასიათი ეგნება და უზრუნველყოფს, რომ რაც შეიძლება დაბალი იყოს დანაშაულში ჩართულობის რისკები ჩვენ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. ჩვენ ვნახეთ თუ როგორ გააერთიანა სპორტულმა მიღწევებმა და წარმატებებმა ჩვენი საზოგადოება. რამდენად სიყვარულით სავსე იყო ქართველი ხალხი ყოველი გამარჯვების დროს. მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში ხელოვნური პოლარიზაციის ფონზე სპორტმა და კულტურამ განსაკუთრებული გამაერთიანებლის როლი უნდა ითამაშოს. ჩვენ ისედაც პატარა ერი ვართ და არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე, იმ პირობების უზრუნველყოფაზე, რომელსაც პოზიტიური ეფექტი ექნება დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საპატრიარქოს და უშუალოდ პატრიარქს იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს ჩვენი ერის გადასარჩენად და გასამრავლებლად. მე-6 პრეზიდენტის მოხსენებას დასრულების შემდეგ გამოიხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიხეილ ყაველაშვილს სწორი გზავნილებისთვის მადლობა გადაუხადა. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო პატონ პრეზიდენტს ამ მოხსენებისთვის. მნიშვნელოვანი არის, რომ ერთის მხრივ ჩვენ გადავხედოთ გასულ წელს, შევაჯამოთ ის თუ რა ვითარებაში მოუწია ჩვენ ქვეყანას მართლაც და გადარჩენის ვიწრო ბილიკზე გასვლა და მადლობა ამ შეფასებისთვის და ასევე იმ მომავალი ხედისთვის, რომელიც მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ყველა ამ მიმართულებით, რომელზეც თქვენს ჰქონდათ საუბარი. მიხეილ ყაველაშვილის პირველ მოხსენებას პარლამენტში ესწრებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენლები. ამ წუთებში კი მიხეილ ყაველაშვილის მოსმენა არის დასრულებული. მადლობა ანა, პირდაპირ ეთერში ანა ბერძენიშვილი საუბრობდა.